სერვისებსა და ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობაზე ვცვლად სტუმრებთან კვლევის ავტორ საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის თავმჯდომარე ნევროლოგ მაია გაბუნიასა და ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხელმძღვანელ მშობელ მარი კორკოტაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. ქალბატონო მაია, თქვენს დავიწყებთ. საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევა აწარმოეთ, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა და დიდი მადლობა პირველ რიგში ამისთვის. ორი მნიშვნელოვანი რაოდენობრივი რიცხობრივი მონაცემი, რომელიც გვაქვს, ეს არის, რომ ამ 16,000 ბავშვიდან 8-დან 10 წლამდე ბავშვიდან გამოვლინდა, რომ ყოველ 25 ბავშვი დადასტურდა აუტიზმის დიაგნოზი, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი და ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი 75%-ში ეს იყო პირველადი დიაგნოსტირება, ანუ არა პატარა ბავშვები, არამედ 8-დან 10 წლამდე ბავშვები, რომლებიც უკვე მეტყველებენ, ხო, სხვა უნარები მეტად განვითარებული აქვთ, მათ მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათ შულს აუტიზმი შეეძლებოდა ჰქონოდა და ყოველი 4-დან 3 იყო ასეთი შემთხვევა. თქვენი შეჯამება მაინტერესებს ზოგადად კვლევის და აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით რა შეგვიძლია რომ ვთქვათ? მოგესალმებით პირველ რიგში და დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. მართალი გითხრათ, ეს კვლევა იანვარში გამოქვეყნდა და სწორედ მოსაცდელში ველაპარაკებოდი მარის ამ თემაზე, რომ იმდენად ბევრი პრობლემები გვაქვს საქართველოში, რომ იცით ვეღარ ვთქვით ამის შესახებ, ვთქვით რომ რა დროს ეს არის, ეხლა და რა დროს ამაზე ლაპარაკია. თუმცა მარი მეუბნებოდა რომ როგორ არ არის ეს სერიოზული პრობლემაა ნამდვილად. ვეთანხმები მარის, მართლაც სერიოზული პრობლემაა და ის რომ პირველად ჩატარდა მართლა ასეთი ეპიდემიოლოგიური კვლევა და ასეთი ფართო მასშტაბის და ეს შედეგები შესაბამისობაშია საერთაშორისო მონაცემებთან და აღმოჩნდა რომ იქ სადაც არსებობს სერვისი ასეთ შემთხვევაში, აი ასეთი ადამიანებისთვის სერვისი და გულისხმობ ბავშვებს, იქ უფრო მაღალია ხოლმე ეს მონაცემი, იმიტომ რომ აი მაგალითად ამერიკაში შტატებს შორისაც კი განსხვავებაა და კალიფორნია, რომელიც ითვლება რომ ყველაზე განვითარებული შტატია, იქ 5%-ია და მეტი. მაგალითად ნიუ-ჯერსის ზოგიერთ რაიონში 7%-საც გამოვლენის ნაწილში. იცით როგორ არის? გააჩნია ესე იგი ინფორმირება, რატო 2 აპრილი რატომ არის, რატომ დააწესა გაერომ აუტიზმის შესახებ ინფორმირების ამაღლების დღეც. იმიტომ რომ ინფორმირების ამაღლება ფართო საზოგადოებაში, არა სპეციალისტებში მხოლოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა. მშობელმა იცის, რომ აი რას მიაქციოს ყურადღება და მერე შესაბამისად მიმართოს სპეციალისტს, რომ აი დროზე დაისვას დიაგნოზი. ეხლა არის შემთხვევები, აუტიზმი ხო სპექტრია, ხო? თუმცა ამ ბოლო დროს ცოტა განსხვავებულად ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ძალიან მძიმე შემთხვევიდან შეიძლება გქონდეს საკმაოდ ზოგ შემთხვევაში, რომელიც სპეციალისტის გარდა შეიძლება ვერ შეატყოს, რომ რაღაც პრობლემა აქვს ამ ბავშვს, ხო? ამის მიუხედავად ეს პრობლემები მაინც აქვს მას, ხო? ის იბადება აუტიზმით, ეს არ არის რომ მერე ვინმეს უჩნდება, ან მერე ვინმეს უკრება. ეს არის მთელი ცხოვრების მდგომარეობა. ბატონო, ანუ ამას რაიმე მაპროვოცირებელი ტრიგერი არ სჭირდება. იცით, მაპროვოცირებელი ტრიგერი არა, იბადება ამით თუ ამას გულისხმობთ, ეს არ არის რომ მერე რაღაცის გამო დაგემართება, ვერ დაგემართება, ასე იბადება. თუმცა მას აქვს ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები, მათ შორის მუცლადყოფნის პერიოდში, მათ შორის გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ანუ ორი ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, ეს არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა და გარემოში არსებული ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ამ ბავშვს გამოუვლინდეს აუტიზმი. ანუ მისი თავის ტვინის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში განსხვავებულად წავიდეს. ქალბატონო მაია, თქვენც თქვით, რომ არსებობს უფრო კარგად შესამჩნევი ფორმები და ნაკლებად შესამჩნევი ფორმები, მაგრამ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს დასმული დიაგნოზი იგივე ნაკლებად გამოვლენილ ფორმებშიც და ამ ხრივაც ამ კვლევას რა მნიშვნელობა ქონდა, იმიტომ რომ აქ რაიმე სახის ჩართულობა თუ არის საჭირო ასეთ ბავშვებთან სპეციალისტთან კომუნიკაცია. ნებისმიერ ბავშვთან, რომელსაც აქვს დიაგნოზი აუტიზმი და ესე დიაგნოზას, ანუ ეს ნიშნავს, რომ მას აქვს პრობლემა, რომელიც შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქონდეს და დაჭირდეს დახმარება. გარკვეული დახმარება, შეიძლება ეს დახმარება იყოს, რომ ყოველდღიური მოვლა, რომელიც არის ასეთი შემთხვევები და ასეთი შემთხვევები სხვა შორის ჩვენ დასაბედნიეროდ არ არის ბევრი და 25-30%-ს არ აჭარბებს
მათ შორის იგივე რაოდენობა არის, რომელიც არის გონებრივი, არო ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ადამიანები, რომლებსაც აქვთ აუტიზმი, მაგრამ იქ სადაც არის შედარებით ასე ვთქვათ, ვითომ მსუბუქი შემთხვევები, იქაც დახმარება ამ ადამიანებს სჭირდებათ, ამ ბავშვებს სჭირდებათ, ვინაიდან მათ აქვთ რატო თვითონ აუტიზმი, როდესაც არის სოციალური კომუნიკაციის პრობლემა და ქცევის პრობლემა. ანუ სოციალური კომუნიკაცია არის ის, აი როდესაც ჩვენ ერთ-ერთივე თემაზე ვლაპარაკობთ და მე რაღაც ამინძე არ გელაპარაკებით, როცა ხა ჩვენ აუტიზმზე ვლაპარაკობთ, ხო? მათ უჭირთ აი ესეთი სოციალური კომუნიკაცია კონტექსტის შესაბამისად იმოქმედონ და კონტექსტის შესაბამისად იყოს მათი საუბარიც იმ თემაზე მაგალითად რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ან თუ მისთვის შეიძლება ძალიან ხშირად თუ თემა მისთვის საჭირო არ არის, შეიძლება საერთოდ არ დაგელაპარაკოს, მაგრამ თუ მისთვის საინტერესო თემა, ამაზე შეუძლია რომ გაუჩერებლად გელაპარაკოს. ქალბატონ მაია, კვლევის ნაწილზე რომ დავუბრუნდეთ ისევ, პირველადი დიაგნოსტირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი და რამდენად მნიშვნელოვანი ან პრობლემას რამდენად ართულებს, იმიტომ რომ რაც უფრო გვიან დაიწყება შემდეგ სპეციალისტების ჩართულობა, მით უფრო მეტი სამუშაო იქნება გასაწევი, ხო? დიახ. ამის საუკეთესო მაგალითი არის მაგალითად მენტალურ-ჯანმრთელობის ცენტრი გამა, რომელსაც აქვს ორი ფილიალი, თბილისი და ბათუმი. ბათუმში პირველად გახსნა მან და ამიტომ ყველაზე მძიმე ბავშვები, ანუ ის ბავშვები, რომელსაც გვიან დაესვა დიაგნოზი, ყველაზე მძიმე ბავშვები იქ არიან. ასეთი იყო ილიაუნი, რომელმაც პირველად გახსნა ასეთი ცენტრი თბილისში. ყველაზე მძიმე ბავშვები, ყველაზე დიდი ბავშვები ყავდა მას. აი ეს იყო თვალსაჩინო მაგალითი იმისი, რომ როდესაც გვიან დგება დიაგნოზი, ანუ გვიან ირკვევა, რომ აქ პრობლემაა, აუცილებლად იქ უფრო სამწუხაროდ ბევრი პრობლემებით მიდის მთელი ცხოვრების განმავლობაში და ქალბატონი მარია ამაში ამეთანხმება, რომ ის სწორედ აი პირველ თაობას ეკუთვნის მისი შვილი. თქვენი შვილი არის 17 წლის. პირველ რიგში სანამ და სრულწლოვანებას უახლოვდება, რაც მნიშვნელოვანი საკითხია, ამას დაუბრუნდები, მაგრამ პირველ რიგში როგორც მშობელმა მინდა გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს და ჩვენს გითხრათ, რა შეიძლება იყოს ის პირველადი სიმპტომატიკა, რომელთაც რაღაცნაირ განკაშის სიგნალი უნდა შემოკრას მშობელმა. აი პირველ რიგში მე რასაც ვუკვირდები, მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. რასაც ვუკვირდები აი ამდენი წლიანი გამოცდილების შედეგად, შეიძლება მეტყველება დაგვიანებული იყოს, მაგრამ ეს როცა ნიშნავდეს, რომ თქვათ აუტიზმია. აი პირველი რაც არის, ეს არის სოციალური, ესე რომ თქვათ, ღიმილის გაზიარება, როდესაც ეძახი ბავშვს და სახეზე არ რეაგირებს. შემთთვის ყველაზე აი წითელი, ესე რომ თქვათ, დროშები არის ეს, რომ ბავშვი აუცილებლად რა საკში დაადგინეთ. ჩვენ ცოტა დაგვიანებული იყო 3 წლინახევრის იყო, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც ჩემშვილი დიაგნოზი დაუსვეს, სრული ვაკუუმი იყო. ამ დროს მშობლის მხრიდან აი ფაქტის უარყოფის შემთხვევაც ძალიან ბევრჯერ არის. კი, ეს ძალიან ყველას აქვს, არავინ არ თქვას, რომ მე ამას ძალიან ჩვეულებრივად შევხვდი, იმიტომ რომ შენ შულთან დაკავშირებით გაქვს ძალიან ისეთი გეგმები და ძალიან გრძელვადიანად ფიქრობ რა იქნება, როგორ იქნება და უცებ გებულობ ამ ყველაფერს და გენგრევა ყველაფერი აი წამებში და იმდენად შოკულ მდგომარეობაში ხარ, რომ შენ აუცილებლად გჭირდება დრო, რომ ეს შოკი გადაალახო, ეს სტრესი გადაალახო და აი რასაც ვქი აზრზე მოხვიდე, გააცნობიერო, რომ შენ გაქვს ეს პრობლემა, შენ შვილს აქვს ეს პრობლემა და შენ შვილს ჭირდები შენ და ჭირდები ჯანმრთელი, მაგრამ ამავდროულად ჭირდება სახელმწიფო სერვისებიც, ხო? რომელიც მეტნაკლებად ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ცენტრალურ ქალაქებში იქნება ეს თბილისი, ქუთაისი თუ ბათუმი ხელმისაწვდომია, მაგრამ სხვაგან ესეთი მარტივი არ არის. მათ შორის სამედიცინო სერვისებიც იქნება ეს სტომატოლოგთან ვიზიტი თუ სხვა, ხო მართალია? სახელმწიფო რამდენად არის ჩართული და რამდენად არის საყოველთაო ეს ჩართულობა და არ არის კონცენტრირებული რაღაც კონკრეტულ ქალაქებში. ეს რაც თქვენ ახსენეთ, ანუ თბილისიდან დაიწყო ზოგადად ეს დაფინანსება და ქალბატონი მაია დამეთანხმება, რომ ეს ყველაფერი რაც დღეს გვაქვს არის მშობლების დამსახურება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვაიძულეთ სახელმწიფო, რომ თავის მოვალეობა შეესრულებინა. ამის ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტები გვაქვს, აქციების ჩატარება გვიწევდა და ელემენტარული რაღაცის ახსნა, რომ ეს არის ძალიან საჭირო, რომ დააფინანსოთ და დღესაც გრძელდება სამწუხაროდ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მარტო დიდ ქალაქებში როა სერვისი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი არის თქვათ ჩართული სერვისში და ესე ვთქვათ მოვლილი. ანუ რამდენი ბავშვი არსებობს აი სოფლებში და პატარა ქალაქებში, რომელთა მშობლებმა არც კი იციან, საერთოდ აუტიზმი აქვს თუ არა მის შვილს და მთელი აი ეს ამ ძვირფას დროს კარგავს ეს ბავშვი, რომ მისი ცხოვრება, ესე
ასე ვთქვათ, მსუბუქად არ იმართოს მერე. სამწუხაროდ ხო, ეს პრობლემა კი, ანუ ეს იწონებს ხოლმე დღეს ჩვენი თბილისის მერი და სხვა მერები, რომ ჩვენ გვაქვს ეს რაღაც დაფინანსება და წელსაც ძალიან დიდი ზარზემით განაცხადოს, აი ჩვენ 200 ბავშვი ესე ჩავთეთ, ადრე ამ 200 ყოველწლიურად თითქმის 200 ბავშვი ხოლმე და აქციებს მართავით, რომ ჩაერთოთ ხოლმე და დაეფინანსებოდათ და ნუ ეხლა მადლობა რომ აღარ გვიწევს ჩვენ ამ აქციების ჩატარება და თვითონ მივხვდნენ რომ უნდა დააფინანსონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პრობლემა მოგვარებულია, იმიტომ რომ აი მე და ქალბატონი მაია კიდევ საუბრობთ, რომ 18 წლამდე რაც არის ეს სერვისი, ხო? 14 წლიდან უკვე ეს სერვისი არ არის ის რაც ამ ბავშვს ამაზე საუბარს გავაგრძელებთ, მაგრამ ქალბატონი მაია ერთი არის რომ სად უნდა მოხდეს გამოვლენა, ანუ იგივე პედიატრების როლი აქ როგორია? ის რომ ამ რაოდენობის მშობელმა არ იცოდა 8 წლის ბავშვებში რომ პრობლემა დგას, ეს რა პრობლემაზე მეუთითებს და როგორი იყო არობთ, როგორ ჩატარდა ტესტირებით თუ რა სახე ქონდა კვლევას, როგორ ვინდება? და აქვე დავამატებდი ტესტები რაც ავლენს აი ამ კვლევის და ამ ტესტირების ეტაპზე ხომ არ გადააცდეთ ამ ერთ-ერთ პრობლემად ზუსტად იმ სტერეოტიპს, რომელიც შეიძლება დღეს კიდევ შემორჩენილი იყოს და უშუალოდ ამ გამოვლენის გართულების წელში. მადლობთ ამ კითხვისთვის. ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის თვითონ კვლევის დიზაინი. ჩვენ ყავდა ამერიკელი კონსულტანტები და მათი დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი როგორ გაგვეკეთებია. ჩვენ პირველ რიგში ჩავატარეთ სკრინინგი. სკრინინგში მონაწილეობას იღებდა მშობელიც და მასწავლებელიც. სპეციალურად შევარჩიეთ მესამე მეოთხე კლასი, იმიტომ რომ დაწყებით ის მასწავლებელი უკვე 3 წელია იცნობს ამ ბავშვს და ასე თუ ისე უფრო კარგად იცის როგორია ეს ბავშვი. და ამიტომ მშობელსაც უნდა შეესწრო და მასწავლებელსაც. ორი სკრინინგული ინსტრუმენტი გამოვიყენეთ, ტესტი იყო შესავსები ამ ბავშვთან დაკავშირებით. მერე გამოვლელინი მაღალი რიჯგუფის ბავშვებს უკვე სადიაგნოსტიკო სრული ტესტირება ჩაუტარდა, ასეთი იყო 300 ბავშვი, ვისაც სრული დიაგნოსტიკური ტესტირება ჩაუტარდა და აქედან გამოვავლინეთ რომ იყო 4%, 4.2%, ხო? ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია და თუ ჩვენ ვიტყვით ახლა მაგალითად, რომ აი ისევ მაქედან თუ მიუდგებით, რომ 4-დან 3, ანუ 75% მაგალითად თბილისის მერია დღეს აფინანსებს 2007 ბავშვს. ანუ ყავს 2700 ბენეფიციარი. რაც არის დაახლოებით თბილისის ბავშვების 2700. დიახ, 1%. ანუ წარმოიდგინეთ ფაქტიურად ის 3 ის 4, ანუ ის 3-ჯერ მეტი. არ ვიცი. და არც იცის იმ მშობელმა. ქალბატონ მაია, განსხვავება თუ იყო რაოდენობაში თბილისსა და რეგიონებს შორის მაგალითად? სხვა შორის იყო. თბილისი იყო მაღალი და ბათუმი ძალიან მაღალი იყო. იცით ეს რაოდენობა და სიხშირე ესე ვერ ვიტყვი ზუსტად პროცენტს, მაგრამ ნამდვილად იყო განსხვავება. ბათუმი იყო განსაკუთრებით მაღალი. ძალიან ბევრია და ვიცით რომ ეს კონკრეტული მიზეზები არ ვიცით, მაგრამ რას შეიძლება კონდეს გავლენა? ანუ რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი? აი რამდენიმე მეტნაკლებად გამოკვეთილი მსოფლიო მასშტაბით მიზეზები რა არის დღეს, რაც შეიძლება გახდეს აუტიზმის მიზეზი? იცით, რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ ხოლმე და რაღაცა ეტაპზე განსაკუთრებით რომელიღაცა არის ხოლმე პოპულარული. მაგრამ ესე თუ შევაჯამებთ და ესე ვიტყვით მთლიანობაში, როგორც გითხარით, ეს არის წინასწარ განწყობა გენეტიკური და გარემო ფაქტორები. დანარჩენი უმეტესო მითებია თან ესე. დიახ, ესე არის, სამწუხაროდ ესე არის. და სხვათა შორის ერთ წელიწადს იტალიელი კოლეგები ყავდა სტუმრად და იმათმა გვითხრეს, რომ ბევრი ვიცი ამაზე, რომ მე მეგონა რომ მარტო ჩვენ ყავდა ისეთი მშობლები, რომლებიც რაღაც მითებს იჯერებდნენ, რომ ჩვენთანო პოპულარულია ვირის რძეო, რომ ვირის რძე არ ჩენსო და არის ამაზე ერთი ამბავი და ანუ ეს პრობლემატიკა მარტო ჩვენთან არ დგას. ადამიანი ხო ყველგან ეს რაზა გამოასწორებს რაღაცა დამამშვიდებლად მაინც გამოდგება. მე მინდა კითხოთ მშობლის ნაწილზე ყველაზე სენსიტიურია აქ და მგრძნობიარე არის ეს ამბავი, რომ მშობელი არ დარჩეს ამ პრობლემასთან მარტო. იმიტომ რომ თქვენ რომელი წელი იგულისხმეთ, როცა თქვენ თქვით რომ ვაკუუმი იყო მაშინ? 2011 წელი. ამ განვლილ პერიოდში პროგრესი საგრძნობია დღეს ვისაც ამ დიაგნოზს უსვამენ. მისი მშობელი რა რეალობაში იღვიძებს? შედარებით უკეთესში, იმიტომ რომ იცის უკვე აუტიზმის შესახებ აქ ინფორმაცია. ჩვენ დროს ეს ექივებსაც არ ქონდა. ცნობადობის ნაწილშიც, მართვის ნაწილშიც და სოციალური თუ გაუმართლა და მისი შვილი დაბადებულია, თქვა ისეთ ქალაქებში, როგორც თბილისია, თქვა დიდ ქალაქებში, მაქსიმუმ 1 წელი მოუწიოს
გამოცდამ, რომ თქვა სერვისში ჩართოს მისი შვილი. და ჩვენ დროს ანუ რეალურად მთელი ცხოვრება თუმცა ეს რასთან ეს არის პოზიტიური მხარე. მე მაგალითად ჩემს მაგალითს მივცემ ჩემთვის ამის უფლებას, ჩემი ნაცვლს აქვს აუტისტური სპექტრი და არის ხაშურიდან და იძულებით უწევდა მარტო ხელადიას თბილისში ცხოვრება, თბილისში უწევდა ცხოვრება, იმიტომ რომ სერვისები სრულად მიაყავს სერვისი ხო ეს ხელამანძი. ხოდეშს მარტო თბილისი როცა იყო, ბევრი ოჯახი იძულებული იყო გადმოსულიყო საცხოვრებლად. იმიტომ რომ რა სიხშირით ტარდება ესეც თქვა ხო ამ სერვისებს რა როლი აქვს და რა დედათ მნიშვნელოვანია სისტემატურობა ამ ყველაფრის რომ ეგ არის ყველაზე მთავარი. ნახეთ, მტკიცებულებები რაც დაგროვდა არის რომ პირველი ეს არის დროული ამოცნობა, ადრეული ამოცნობა და ადრე დაწყებული მკურნალობა. მაინც რა 3 წლამდე აი რა იქნება 3 წლამდე ეს არის ასაკი, როდესაც თავის ტვინი ითვლება პლასტიურად, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ აი რაღაცა პრობლემაა, ხო, თავის ტვინის რაღაც ნაწილს, სხვა თავის ტვინის ნაწილს შეუძლია თავის თავზე აიღოს ეს ფუნქცია. ეს უნდა დაისწავლოს, ხო? და ამიტომაც არის რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ადრეულ ასაკში დაწყება თერაპიის და სწორი თერაპიის. ამიტომ აი მთავარი მტკიცებულება ეს არის რომ ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყოს, რაც ადრე მით უკეთესი. როგორც კი შენიშნავს დედა მაგალითად წლინახევრის ასაკში რომ შენიშნავს რომ ეძახის და არ იყურება თითით არ მიანიშნებს. ან თვითონ უთხარ, ნახე იქ რა არის ბავშვს უთხარ და იმან იქით არ გაიხედა. ან აი ეს წარმოსახვითი თამაშები რო აქვთ ბავშვებს, რომ მაგალითად პურის ნაჭერს აიღებს, ვითომ ტელეფონზე ლაპარაკობს, ხო? აი ეს წარმოსახვითი თამაში არ არის, ხო? დიახ, არ თამაშობს ფუნქციურად. და ეს მარტოა. თავისის რო თამაშობს, ეგეც ერთ-ერთი. ეს არის აი ისეთი ნიშანი რომელზეც უნდა დაფიქრდეს დედა რომ ვაიმე მოდი ხო არ მივიყვანო რომ აი ვისთან მივდივართ ესეც მნიშვნელოვანია რომ სწორ ადგილზე მივიდეთ აქ მხოლოდ პედიატრის კომპეტენცია არის საკმარისი თუ არა თუ ნევროლოგთან თუ აი რა არის ეს გზები რომელიც სწორად უნდა გაიაროს მშობელმა იმისთვის რომ ნახეთ როგორ არის წესით რა ხდება წესით როგორ უნდა ხდებოდეს პირველადი ჯანდაცვის ექიმი უნდა ატარებდეს სკრინინგს წლინახევრის ასაკში არსებობს აუტიზმის სპეციალური სკრინინგი რომელიც რეკომენდებულია რომ გაკეთდეს რომელზეც მას აქვს ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე არსებობს სპეციალური გაიდლაინი პროტოკოლი რომლის მიხედვითაც მაგრამ ნახეთ უკვე სად ჩდება პრობლემა ჩდება იმაში რომ ეს არის მისი კეთილი ნება და არა ამაში ხო ნახეთ როგორ არის რაღაცა თუ არ ადამიანი რაღაცა არ დააინტერესე ხო რაღაცნაირად ცდილობს არა აქ ამას მნიშვნელობა ვინ არის ეს ადამიანი ცდილობს რაღაცნაირად გაძროს და იოლად გავიდეს ხო ამიტომ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ სხვა შორის ბევრი დონორი მონაწილეობდა ამაში რომ პირველად ჯანდაცვას ეს სკრინინგი გამოეყენებინა და ესწავლა მაგრამ ვინაიდან ეს ასე არ ხდება, აი აქ უკვე გაიპარა წლინახევრის ასაკში, ხო? აი გაიპარა და მე რა ხდება? მე თვითონ ფიქრობს დედა, როცა თვითონ ფიქრობს უკვე გვიანია. გვერდზე რასეულებიან მეზობლები, ნათესავები, როთხის თუ ის ვირის რასეულებიან რაცა, მამამისიც ეგრე იყო, ბაბუამისიც ეგრე იყო. მაგალითად მე ხშირად გამიგია რომ ბავშვებს აგვიანებს საუბრის დაწყებას, მშობლებს აძლევენ ხოლმე რჩევისახით რომ გაჯეტებს მოაცილებენ. ხოლო გაჯეტების მოცილება პრობლემას ვერ აღმოჩნდება. ეს არ არის პრობლემა, რომელიც იწვევს აუტიზმს ნამდვილად. ესეც მითი გახლავთ, რომ გაჯეტმა შეიძლება მხოლოდ მითის ნაწილში ვთქვი ეს. არაფრის მტკიცების. დიახ, გეთახვევით. თუ კი მაგალითად დავიწყეთ დროული მკურნალობა, ასე ვქვია, სწორედ ჩართულობა, სერვისების მიწოდება, მართლობა. უფრო ფსიქოთერაპია ეს წავიდა პროგრესისკენ საქმე, ხო და ხდება ეს აუტისტური დიაგნოზის მქონე პირი ხდება სრულწლოვანი და არ აქვს მაგალითად ოჯახს და ვიცით რომ სოციალური ფონი ძალიან მძიმეა ქვეყანაში იმის შესაძლებლობა რომ 18 წლის შემდეგ საკუთარი ფინანსებით გააგრძელოს ეს ჩართულობა ხო რაც ეს ამ სერვისების მიწოდება შვილისთვის რაც მას სჭირდება რამდენად არის ასე დროს ჩართული სახელმწიფო როდესაც პირი ხდება სრულწლოვანი ამის კითხვა მინდა სახელმწიფო და თუ არ გააგრძელდა ეს სერვისები რამდენად დგება რეგრესი რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჩართულობა არის 0. ჩვენ ანუ მე და კიდევ რამდენიმე მშობელი აი ფერადი ქალაქი გხსმენიათ ალბათ სადაც უკვე შესაძლებელია რომ 18+ ბენეფიციარებს მოემსახურონ და მიაწოდონ ის სერვისი რაც რეალურად მათ არ საგჭირდებათ აი სადღაც წლინახევრის წინ ქონდა პარლამენტთანაც სარჯველაძესთანაც აი ცოტა ისეთი სიტუაცია ქონდა სარჯველაძეს შევხვდით ავუხსენით ეს მდგომარეობა რამდენად მნიშვნელოვანი იყო დაფინანსება და მეორე დღეს ეს ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს და
ძალიან გვიხაროდა რომ ანუ პირდაპირ მიბაწოდეთ ეს ინფორმაცია, თუმცა სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ არის, უბრალოდ მე ძალიან გაოგნებული ვარ რომ საერთოდ ამაზე ახსნა რომ გიწევს რომ აი რამდენად მნიშვნელოვანია დაფინანსება, აი ეს არის უკვე და პროექტთან დაწყებულია კოტეჯები არსებობს, ანუ საქმე დაწყებულია და უბრალოდ დასრულდეს და ხო ჭირდება ამ ყველაფერს და ანუ თუ კი აი ჩემი შვილი ხა 2 თვეში გახდება 18 წლის და მისთვის დასრულდება ყველანაირი სერვისი. ანუ გამოდის რომ მაშინ სახელმწიფო რატო ჩადო ამდენი თანხა ჩემი შვილის ამ იმაში ხო მისი ქცევის მართვაში და თქვა ფსიქოთერაპიაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რეალურად გამოდის რომ ჩავყარეს წყალში და უნდა დაждდეს სახლში და ის რაც არის თქვა მიზანი ამ სერვისებს რომ დამოუკიდებელ ცხოვრება შეძლოს, მუშაობა შეძლოს და ასე შემდეგ, ამ მიზანს ჩვენ ვერ მივახცევთ. ვერანაირად იქნება მიღწეული და ყველაზე კიდევ ცუდი ის არის რომ აი 18 წლის ხდება აუტიზმის მქონე ადამიანი, მას ანუ შშმპ-ის სტატუსი როგორც აუტიზმის დიაგნოზით არ ეძლევა თავის დროზე. საერთაშორისო პრაქტიკა როგორია? აი ამას დავასრულებ და გეტყვით და აი ნახეთ 18 წლის შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანებს ახლა 460 ლარი პენსია და უხდებათ ანუ 250. ესეც კი უცირდებათ, ყველანაირი სერვისი ეხსნება და პლუს კიდევ აი ეს ხდება აი ამ ყველაფრის შემცირება. რაც შეეხება უცხოურ გამოცდილებას, ჩვენ ახლა ამერიკასანაც მქონია მე ამას კომუნიკაცია, ამერიკაშიც მქონია და თქვათ გერმანიაშიც და იქ საერთოდ ესე დიაგნოზის მიხედვით რაღაცა მიანიჭონ არის წარმოუდგენელი. იქ ხდება სოციალური მიდგომა ამ ადამიანს რა პრობლემები აქვს იმისთვის რომ თქვათ იფუნქციონიროს ხო გარემოში, ამის მიხედვით აწვდიან მას სერვისებს და არა იმიტომ რომ შენ თქვათ იქ ფორმაში გიწერია დაზღვევის ნაწილში დაზღვევა ერთვება? ამერიკაში კი დაზღვევა ერთვება, ჩვენთან არა. ჩვენთან საერთოდ რომ ნახავენ რომ აუტიზმი გაქვს დიაგნოზი ან რაღაცა ფსიქიატრის რამე ფორმა ასე გაქვს, იქ დამთავრებულია ყველაფერი. ნებისმიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არც ერთი სადაზღვევა არ ფარა. თერაპიას და ამაზეც ვისაუბროთ, რა სახის პრობლემასთან დგანან მშობლები მარტო რჩებიან, მშობლები მარტო, ანუ თერაპია რა შედეგს იღებს ამით ბავშვი და რა შეუძლია თქვა თერაპიის დახმა. ანუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი მარტო ბავშვისთვის კი არა, მთელი ოჯახისთვის და არ ვიცი გარემოცვისთვის. ნახეთ როგორ არის რომ აი ქალბატონო მარიმ რას თქვა, აქ არის მთავარი რომ იყოს სისტემური ხედვა. ნახეთ, თუ ამას სისტემურად არ მიეხედა, ხო, ის რომ სადღაც კარგი კუნძულებია, სადაც კარგი ცხოვრებაა, ეს საერთო სურათს სამწუხაროდ ვერ გვაძლევს და ვერ უქმნის ამ ადამიანს იმ პირობებს, რომლითაც ის იქნება დამოუკიდებელი. ვერანაირად რა. ამიტომაც თერაპია, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, მთავარი მტკიცებულება გახლავთ ის, რომ რაც უფრო ადრე, მით უფრო უკეთესი და რას ის ქმნის, ეს თერაპია ბავშვს ეხმარება ის იყოს ფუნქციურად დამოუკიდებელი. ნახეთ, ფუნქციურად დამოუკიდებელი, აი რაც ქალბატონო მარიმ ბძანა იმაზე, რომ ასე კი არ ხდებაო, რომ პენსია ეძლევა მხოლოდ იმიტომ, რომ დიაგნოზი აქვს, ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხი დღინდება და შესაბამისად ადამიანის საჭიროების მიხედვით ხდება დახმარება. ეხლა თუ ამას მართლა სისტემურად შევხედავთ, ნახეთ, სულ სხვადასხვა საჭიროებები ბავშვის, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ცოტა პრობლემები აქვს და მხოლოდ ოდნავი დახმარება ჭირდება, ვთქვათ 25% და ავიღოთ ის, რომელსაც ჭირდება 100%-იანი მუდმივი ზრუნვა და ამიტომაც მას 18 წლის ასაკში სულ სხვადასხვა რამ ჭირდება, იმას განსხვავებული, ამას განსხვავებული. ნახეთ, თუ სისტემურად არ შევხედეთ, ეხლა ჩვენ ყავს ბავშვები, რომლებიც არიან, არაჩვეულებრივი, მართლა გეუბნებით, აი ძალიან კარგი ბავშვები, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ უმაღლესი განათლების მიღებას და ალბათ ძალიან წარმატებულებიც იქნებიან თავიანთ ცხოვრებაში, თუ მათ მიცემენ იმის საშუალებას, რომ იმ უმაღლეს სასწავლებელში იყოს ის გარემო, სადაც ის შეძლებს სწავლას. აი ამ კუთხით მარი რა შეიცვალა, იმიტომ რომ დღეს არის ხო კერძო სკოლები, სადაც სწავლობენ აუტიზმით ბავშვები, ხო აი მეტნაკლებად შეცვლილია, რაიმე საზიკეთო ცვლილება ამ კუთხით. აი ნახეთ, კერძო სკოლებში არის შემთხვევები, რომ ვთქვათ, დაყავთ, მაგრამ იქაც ნახეთ, აი თუ კი ბავშვს არ აქცევით ის სირთულეები, ამ შემთხვევაშია კერძო სკოლისთვის ეს ბავშვი მისაღები, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელი მაწვდის ინფორმაციას, რომ იმიტომ რომ
შვილს აქ თავიდან მიიღეს, მაგრამ როდესაც ქსევითი სირთულე წამოვიდა, აი ყველა მშობელს აიძულებენ, რომ სკოლიდან წაიყვანოს მისი შვილი სამწუხაროდ. ანუ კერძო სკოლაში, საჯარო სკოლებში ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო, ვთქვათ, ბაზაზე არსებული სკოლები, ამიტომ იქ მეტი ვალდებულება აქვთ, რომ იმ კერძო სკოლასაც ვალდებულება აქვს, სამწუხაროდ კერძო სკოლებს გონიათ, რომ ისინი არიან კერძო პირები და მათ კანონი არ ეხება და როგორც თვითონ გადაწყვეტენ ესე, არა დისკრიმინაცია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კერძო სექტორის მხრიდან უბრალოდ არავინ არ ურჩევლა ამ კერძო სკოლებს. მაგრამ მიმღებლობა ბევრად უკეთესია, მაგრამ არის მაინც შემთხვევები, რომ მასწავლებლები თავს არიდებენ ასეთ მოსწავლეებს. ყველაზე დიდი შავი ხვრელი სად გვაქვს დღეს? პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი, რომ მე მგონია, როგორც პრინციპში ჩვენს ქვეყანაში მივეჩვევთ, ყველა პრობლემა ძალიან დიდი ჯაჭვი აქვს და ერთ დამოუკიდებელ არსებობა ფაქტობრივად გამორიცხულია. მიუხედავად ამისა, რომ ბევრი მიმართულებით იქნება ალბათ სამუშაო, მაინც როგორც მშობელს, როგორც ამ თემის ირგვლივ კვლევარს, როგორ გგონიათ, სად არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც სასწრაფოდ სამუშაოა? მაგალითად, ეს არის განათლების სისტემა. ან შეიძლება ადაპტაციის ცენტრები, ან შეიძლება სტერეოტიპები, არ ვიცი. რომელია ის პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი? აი, იცით როგორ არის? ანუ განათლების სისტემაში სხვაკაც რაღაცა გაუმჯობესება გვაქვს, ხო? ესეც ვიტყვი, რომ ისევ სპეციალისტების და მშობლების განსაკუთრებით, კი. ანუ თუ კი სახელმწიფოს რეალურად უნდა და რეალურად ფიქრობს ის, რომ აუტიზმის ის რა ქვია, მქონე ბავშვები იყვნენ, ვთქვათ, მოვლილები, ესე რომ ვთქვათ და რეალურად მიწოდებული ქონდეთ მათ ის სერვისები დასჭირება და არა მხოლოდ აუტიზმის მქონე ბავშვები, სხვა შეზღუდული შეხედულების მქონე ბავშვებიც, უნდა დაჯდეს და კომპლექსურად უნდა დაიწყოს ფიქრი, რომ სად მაქვს მე ეს ხვრელები და რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად ჩვენს გარეშე არაფერი არ უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ ჩვენს გარეშე გადამიღებული გადაწყვეტილებები არის პირიქით საზიანო კი ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ ჯერ სტატისტიკა არ გვაქვს, ნახეთ, აი აქედან უნდა დავიწყოთ, რომ სტატისტიკა არ გვაქვს ჩვენ ქვეყანაში რამდენი აუტიზმის მქონე ადამიანი არსებობს. ანუ კვლევა რომელიც ქალბატონმა მარიამ ჩაატარა, ეს სახელმწიფოს ვალდებულება იყო და არა ქალბატონის. პირველი იყო ეს კვლევა. მაგრამ ამან გამოაშკარავა რა სტატისტიკა არ გვაქვს. აი წლებია ვითხოვთ რომ სტატისტიკას რატო არ აკეთებს სახელმწიფო? აი აქედან ეს არის ყველაზე მთავარი რაც უნდა ის რა სტატისტიკასაც აკეთებს თქვათ რეალობას არ ასახავს ხოლმე. ხო, ანუ ეს სტატისტიკაშიც ალბათ ჩვენი ჩართულობა იქნება საჭირო, რომ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ სტატისტიკა რო გაქვს მე უკვე მეტი ვალდებულება გიშლება. შენობის სინდრომი, სიჩუმე და მალვა პრობლემის ყოველთვის. ვიღაცები არიან, ვისაც აქვთ კარგი სერვისი, არიან მშობლები, ვინც მადლობას უხდიან ამ მთავრობას, რომ აი მე რა კარგად არის ჩემი შვილი და ამისთვის მადლობა, მაგრამ მე ჩემ შვილსაც აქ ახლა სერვისები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უნდა ერთი ამაში ჩვენ გადასახადებს მადლობა ამისთვის ძალიან მშობლებს. ეს არ ნიშნავს რომ ჩემი სერვისები კარგად არის, ეს ყველა კარგად არის. აი ერთი უნდა ვთქვა აუცილებლად თუ არის დრო, 2 დღის წინ დამირეკა მშობელმა, არის მარტოხელა დედა და მას ყავს უკვე 22 წლის აუტიზმის მქონე შვილი, საკმაოდ რთული ქცევები და იცით რა მითხრა, ტიროდა რომ მე რო ხვალ ავარია მომივიდეს, ჩემი შვილი სად მოხვდება? აი ეს კითხვა ქონდა და აი ძალიან მინდა ეს კითხვა დაუსვა მე პრემიერ-მინისტრს ახლა და არგუმენტებით რო გვესაუბრებთ, არგუმენტი წარმოგვიდგინოს, რა პასუხს გასცემს ამ მშობელს, რომ აი რაღაც რომც არ მოუვიდეს, მაგრამ ოდესღაც ხო ჩვენ აღარ ვიქნები ჩვენი შვილების გვერდით. სად მიყავს სახელმწიფოს ეს ადამიანები? ანუ როგორც ახლა არსებობს აი ეს ეგრეთ წოდებული პრიუტები, ხო, თავის დროზე რო იყო შეშემოკლირთა სახლები, რომელიც უნდა დაეკეტა წლების წინ, ანუ იქ უპირებენ ჩვენ შვილებს, აი ამდენი ფული რომელსაც ჩადო სახელმწიფომ, ამდენი იზრუნა და ამდენი რაღაც გაკეთდა, რომ ისინი განვითარებულიყვნენ, ანუ იქ უნდა მოათავსონ ეს ადამიანები. ანუ არანაირი გეგმა არ აქვს სახელმწიფოს 18 წლის მერე რასაკეთებენ და თუ კი აღმოჩნდება აუტიზმის მქონე და ზოგადად შეშემო ადამიანი სრულიად მარტო ოჯახის გარეშე, სად მიდის ეს ადამიანი? ამ სახელმწიფოს არანაირი გეგმა არ აქვს. და წუთი გვჭირდება სულ რაღაც და ქალბატონმა ერო შევაჭამოთ ისე კვლევის ნაწილში ის შედეგები რაც ამოვიდა საერთაშორისო დონეზე რამდენად მაღალი არის ეს რიცხვი ჩვენს ქვეყანაში თუ ეს დაახლოებით ერთნაირად მერყეობს ყველგან და თქვენ საუბრობდით სისტემურ ცვლილებებზე. რამდენად მაგალითად რაოდენობის შემცირება არ არის სისტემურ ცვლილებებზე მაინც დამოკიდებული, მაგრამ პირველადი გამოვლენა ნამდვილად შეიძლება იყოს სისტემის მხრიდან მხარდაჭერის ნაწილში. ხო, აი რა არის მთავარი ცვლილებები, რაც უნდა გატარდეს?
იცით თქვენი კითხეთ რომ აი რა არისო ის ყველაზე ძალიან უყვირისო რომ სასწრაფო იცით როგორ ესე ვერ იტყვი იმიტომ რომ თავიდანვე არ არის სწორად რა მე თუ დროულად არ ჩამიტარებენ სკრინინგს მე თუ დროულად არ გამომივლინდება რომ ჩემს შულს აქვს რაღაცა პრობლემა შესაბამისად მე იქ ვერ მოვხვდები სადაც უნდა მოვხვდე თუ მე იქ ვერ მოვხვდები და ჩემი შვილი უკვე სკოლაში მივიდა ხო აი ის მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა მე მივიყვანე ბევრი პრობლემები აქვს ვერ მოგვარდა ეს პრობლემა ნახეთ სახელმწიფოს ინტერესიც არის ეს რომ მან ნაკლები გადაიხადოს მომავალში სოციალურ დახმარებაზე ხო მოდი რა თავიდან ჩადე ეს ფული აქ ჩადე განსაკუთრებით კარგად და ხათაშორის სულ არის ეს რომ სოფლიო ბანკი ყოველთვის ამბობს რომ ყველაზე დიდი მაღალმომგებიანი ინვესტიცია ეს არის თუ ჩადე ბავშვობაში ამ დახას ამიტომ ყველაზე მაღალმომგებიანია მართლაც ასე არის ამიტომ დაიწყე რა ბავშვობიდან ააწყო ეს სისტემა და ნახეთ რა ხდება ის ადამიანი აღარ საჭიროებს შენ პენსიას ბოლოს და ბოლოს რა ის ადამიანი დასაქმებულია თავის თავს თვითონ ინახავს საერთო საქმესაც აკეთებს რა თქმა უნდა ამას ვიძახი თუ ამას სისტემურად არ შეხედე ხო ნუ რა ვიცი არაფერი არ გამოდის ეს შედეგოა და მართლა გადაყრილია ეს შეიძლება რაღაც დავამატო აი მშობლებს მინდა მიმართო განსაკუთრებით იმ მშობლებს ვისაც აი როგორც თქვენ თქვით ამ კვლევის შედეგად ძალიან მსუბუქი ფორმა ქონდა და იყო შეუმჩნეველი ანუ შეიძლება მშობელი ფიქრობს რომ ანუ თუ რთული ქცევა არ არის ეს არ არის პრობლემა მაგრამ ნახეთ კითხეთ თქვენ შვილებს ისინი რა გზას გადიან, რამხელა სტრესი იღებენ, როდესაც თავს განსხვავებულად გრძნობენ. ის რომ თქვათ მე ცუდად არ ვიქცევი ბრჭყალებში და ქცევა არ მაქვს დარღვევა და მეზობლები ამაზე არაფერს არ ლაპარაკობენ. ეს არ ნიშნავს რომ პრობლემა არ არის. თვითონ ბავშვის შიგნით რა ხდება, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე მაქვს გამოცდილება დასწრული აუტიზმი. და ასეთ დროს რამხელა სტრესი შეიძლება არც იცოდეს მშობელმა რა შეასაქმე და ფსიქოლოგთან მივიდეს და ფსიქოლოგი აქ ვერ დაეხმარა. რა თქმა უნდა, ამას ემატება სხვა ფსიქიკურ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მაგალითად შფოთვითი აშლილობა, მაგალითად დეპრესია, იმიტომ რომ ის განსხვავებულია, არ დედამიწის რატო. კი, რა თქმა უნდა, არ იცის რატოა ეს. სახელს რომ დაარქმევ, აი ეს დასრულმა გოგო მითხრა 24 წლის ასაკში დაუსვეს, როდესაც გავიგე რომ მე რაც მჭირდა იმის სახელი, ანუ დაარქვა იმას ხო, აუტიზმი, აი ის ხო შვება მის. ძალიან დიდი მადლობა.